დღეს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ნიკოლოზობის დღესასწაულს აღნიშნავს. Ამ დღესთან დაკავშირებით ჩემოქმედის ეპარქიის ყველა მოქმედ ტაძარში წირველოცვა აღევლინა. საქართველოს ეკლესიის მფარველის მირონ ლუკიის მთავარი ეპისკოპოსის წმინდა ნიკოლოზ სასწაულთ მოქმედის ხსენების დღე ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიით აღინიშნა. წმინდა ნიკოლოზი, რომელიც საქართველოს ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც მას პატრიარქმა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია შეავედრა, ქართულ ხალხში დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს. მოწმუნენი წმინდა მღვდელმთავარს შეწევნისთვის ყოველგვარი გასაჭირის ჟამს მიმართავენ. ზიარების მიღების შემდეგ მრევლს მამა ერმოლაუსმა ტრადიციული ქადაგებით მიმართა. წმინდა ნიკოლოზის დროს გრძნობ სიყვარულს ღმერთის მიერ, წმენას, დიდ რწმენას გრძნობ და დიდ სიხარულს. აი დიდი სიხარულით მოვედი დღეს მე აქ. მთელ საქართველოს ულოცავდა, მთელ მორწმუნეებს და მთელ ხალხს, საქართველოს ხალხს. ბედნიერი ყოფილიყოს ეს დღე ყველასათვის, ეს წმინდათა წმინდად. წმინდა ნიკოლოზი მართლაც განსაკუთრებული ყველასთვის საყვარელი წმინდანი არის, ზეციური მნათობი, რომელიც არა მარტო მართლმადიდებელი ქრისტიანის, არამედ საერთოდ ყველა ადამიანის მფარველია, ყველასთვის საყვარელი წმინდანია, რამე თუ წმინდა ნიკოლოზი იყო ღვთისმრჩეული ჭურჭელი, რომელიც განსაკუთრებულ დიდი სიყვარულით გასცემს იმ მადლს, რომელიც მასზე მოდის ქრისტე ღმერთისაგან. და ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენზე, სრულიად საქართველოზე იყოს ეს მადლი გარდამოსული. დაგლოცოთ ღმერთმა და წყალობამ. მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. მირონ ლუკიის მთავარი ეპისკოპოსის წმინდა ნაწილები იტალიის ქალაქ ბარში მისივე სახელობის ეკლესიაშია დასვენებული.